წმინდა აბა დოროთე, ხვარძლიანობის შესახებ. ვინმე ბერმა თქვა, რომ მონაზვნისთვის უცხო არის სხვა, თუ სხვისი შეწუხება. ასევე დაწერილია, ვინც გულის წყრომას ძლევს, ის ეშმაკს ამარცხებს, ხოლო ვინც ამ ნებას ემონება, იგი სრულიად უცხოა მონაზონთა წესისგან. და ასე შემდეგ. რაღა ვთქვათ ჩვენს საწყლებმა, რომლებიც არა მარტო რისხვითა და გულის წყრომით ვიძლევით, არამედ ძვირსაც ვიმახსოვრებთ. სათქმელი არაფერი გვაქვს. ჩვენს საწყალ სულსა და კაცის ბუნებისთვის უცხო, ამ ჩვენს ცხოვრებას უნდა დავტიროდეთ. ძმებო, ვეცადოთ და ვიფხიზლოთ, რათა ამ ბოროტ ნებას განვერიდოთ. ხშირად როცა ერთმანეთს განრისხებიან და მუხლი მოუდრეკიათ, შენდობის შემდგომაც იმახსოვრებენ ძვირს. ასეთებს მოღვაწეობა მართებთ, რათა ძვირი გულში არ ჩარჩეთ და არ დაიღუპონ. ღვთისმცნების გამო ერთმანეთს მუხლი მოუდრიკეს და იმჟამინდელი რისხვა დააცხრეს, მაგრამ ღვაწლიანობისთვის არ იღვაწეს და ამიტომ ერთმანეთის ძვირი გულში დარჩათ. სხვა ღვაწლიანობა და სხვა მრისხანება, სხვა გულის წყრომა და სხვა შფოთი. გეტყვით მაგალითს, რათა მას ერიდოთ. ვინც ცეცხლს ანთებს, ჯერ პატარა ნაკვერცხალი აქვს. ეს არის ძმის მიმართ ნათქვამი საწყენი სიტყვა. თუ მოისურვებ, მოთმინებით ჩააქრობ. თუ ფიქრს გააგრძელებ, რატომ მითხრა ასეთი რამ, მეც ვეტყვი საწყენ სიტყვასო, ამგვარი ფიქრით შეშას უმატებ, ან სხვა რამეს და კვამლს ადენ. კვამლში შფოთს გულისხმობ. შფოთი არის მოყვასზე გაბრაზება და ფიქრებით ზრახვა, რაც გულს აშფოთებს და აფიცხებს. სიფიცხე არის გამნაწყენებლის სამაგიეროს მიგების მცდელობა, რისგანაც მომდინარეობს კადნიერება. როგორც წმინდა მარკოზი ამბობს, გულში ნაწვრთობის სიბოროტე გულს აფიცხებს. რაჟამს ლოცვითა და სასოებით ჩაქრება, მაშინ გული შეიმუსრება. შენი ძმის მცირე ნათქვამი რომ მოგეთმინა, შფოთის შექმნამდე ნაკვერცხალს ჩააქრობდი, მაგრამ თუ მოიმდომებ, მასაც ჩააქრობ დუმილით, ლოცვით და თუ გულით ერთხელ მოუდრეკ მუხლს. თუ კვამლის გაჩაღებას დაიწყებ, რაც არის გულის სიფიცხე, შემდეგ, როგორც ვთქვი, აზრების ჭიდილით გული გახურდება და გულის წყრომა აგიზგიზდება. გულის წყრომა არის გულში სისხლის ადუღება, როგორც წმინდა ბასილი ამბობს. აი ესაა გულის წყრომა, რომელსაც მწარედ გაფიცხება ეწოდება. მისი ჩაქრობაც შესაძლებელია. მაგრამ თუ შფოთსა და გულის წყრომას გააგრძელებ, მსგავსად იმისა, ვინც შეშას უკეთებს და ცეცხლს უფრო და უფრო აჩაღებს, შემდეგ წარმოიქმნება ნაკვერცხალი, რომელიც არის მრისხანება. ამაზე ლაპარაკობდა მამა ზოსიმე, როცა ჰკითხეს, ნათქვამი რას ნიშნავდა. სადაც გულის წყრომა არ არის, იქ შფოთი ცხრება. როგორც აღვნიშნე, ვიდრე კვამლი გაჩაღებას დაიწყებს, თუ ვინმე დაასწრებს და თავის თავზე აიღებს ბრალს, სანამ გულის წყრომა აგიზგიზდება, მშვიდობას ამყარებს. თუ გულის წყრომის შემდგომ არ ცხრება, არამედ შფოთავს და ფიცხობს, იგი იმას ემსგავსება, ვინც ცეცხლს მანამ უკეთებს შეშას, სანამ დიდი ნაკვერცხლები არ წარმოიქმნება. ნაკვერცხალი ნახშირდება და დიდხანს ინახება. წყალის რომ დაასხან არ დალპება. გახანგრძლივებული რისხვა ღვაწლიანობად იქცევა და თუ კაცმა სისხლი არ დაღვარა, ამ ნებას ვერ განერიდება. აი გითხარით ყოველი განსხვავება. გეტყვით რა არის საწყისი შფოთი, ან რა არის გულის წყრომა, რისხვა და ღვაწლიანობა. ნახეთ ერთი სიტყვით, რამოდენა ბოროტებამდე მივიდა, თავიდანვე რომ თავი დაედანაშაულებინა, თავისი ძმის ნათქვამი მოეთმინა, თავი არ ემართლებინა და ერთი სიტყვის სანაცვლოდ 5 ან 10 არ ეპასუხა, ამოდენა ბოროტებაში არ გაეხვეოდა. ამიტომ გეუბნებით, ებრძოლეთ ნებებს, ვიდრე ჩვილნი არიან, რათა არ გაიზარდონ და შემდეგ არ გაწვალდეთ, რადგან სხვა მცირე ბალახის ამოთხრა, სხვა დიდი ხისა. მაგვირებს რომ არ ვიცით რას ვლოცულობთ, რადგან ვამბობთ, ანუ თუ მისა დავაგე, რომელთა მომაგეს მე ბოროტი, განსამე უკვე ვარდე მტერთა ჩემთაგან ცუდი. რას ნიშნავს მტრებისგან განვდომა? როცა კაცი დგას, მტერთან ბრძოლა შეუძლია და თუნდაც ზოგჯერ იმარჯვებდეს,
ზოგჯერ კი მარცხდებოდეს, მაინც დგას, მაგრამ თუ დაეცა, მტერს ვეღარ შეებრძოლება. ჩვენ კი არა მარტო იმისთვის ვლოცულობთ, რომ არ დავეცეთ, არამედ იმისთვისაც, რომ ცუდად არ დავეცეთ. რას ნიშნავს მტერმა ცუდად დაგვცეს? აღნიშნეთ, რომ დაცემაა, როცა მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ, ხოლო ცუდად დაცემა ისაა, როცა არ გააჩნიათ სიკეთე, რითაც კვლავ წამოდგომას შეძლებენ. ვინც წამოდგება, მას კვლავ ძალუძს თავის თავზე ზრუნვა. ასევე ვამბობთ, დევნოს სამე მტერმან სული ჩემი დაეწიოს. არა მარტო გვდევნოს, არამედ დაგვეწიოს კიდეც, რათა მის ფეხქვეშ აღმოჩნდეთ და ჩვენზე ძალაუფლება გქონდეს, თუ ჩვენს ბოროტის მყოფელთ ბოროტებას მივაგებთ. არა მარტო ამას ვლოცულობთ, არამედ ვამბობთ, დათრგუნოს ქვეყანად ცხოვრება იჩემი. რა არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენი ცხოვრება არის სათნოებები. ვლოცულობთ, რომ ჩვენი ცხოვრება ქვეყნად დაითრგუნოს, რათა ჩვენი გონება და ცხოვრება ქვეყნად დაემკვიდროს და დიდება იჩემი მიწასაშინა დაამკვიდროს. რა არის ჩვენი დიდება? ჩვენი დიდება არის გონიერება, რომელიც მცნებების დაცვით მოდის. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი დიდება, როგორც მოციქული აღნიშნავს, ჩვენ სირცხვილად იქცეს, ჩვენი ცხოვრება და დიდება მიწაზე დაითრგუნოს, რათა საღვთოს ვეღარაფერს ვიგონებდეთ, არამედ მხოლოდ ხორციელს, როგორც დაწერილია. არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უგუნისამდე, ყოფისათვის მათი სახორცს. აი ყოველივე ამას ვლოცულობთ, ჩვენს თავს ვწყევლით, თუ ბოროტების წილ ბოროტებას მივაგებთ. როგორ მივაგებთ ბოროტებას ბოროტების წილ და ვერ ვხვდებით. ბოროტების მიგება არა მარტო საქმით ხდება, არამედ სიტყვითაც და სახითაც. ზოგიერთს ჰგონია საქმით არ მიაგებს ბოროტებას, მაგრამ სიტყვით ან სახით ან შეხედვით მიაგებს. შეხედვითაც შეიძლება მოყვას ის დაბრკოლება, ესეც ბოროტების მიგებაა. ზოგიერთი კაცი არც საქმით, არც სიტყვით, არც სახით მიაგებს ბოროტს, მაგრამ გულში აქვს მისი ძვირი. ზოგიერთს არც გულში აქვს ძვირი, მაგრამ თუ მასზე ცუდს გაიგებს, უხარია. ესეც გულში ბოროტების მიგებაა. სხვას არც ძვირი აქვს გულში, არც ვინმეს ბოროტი უხარია, მაგრამ გულს აკლია და მისი სიკეთე არ სურს. ესეც დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც გულღრცობაა. ზოგიერთ ძმის სიკეთე უხარია და ყოველ ღონეს მიმართავს მის პატივსაცემად და სადიდებლად. როგორც ადრე ვთქვით სხვა, როცა ერთმანეთის მიმართ ბრკოლდებიან, მუხლს უდრეკენ და იმჟამინდელ რისხვას კურნავენ, მაგრამ ღვიძლიანობაზე აზრუნავენ და გულში იტოვებენ ძვირს. ზოგიერთი როცა ვინმეს მიმართ ბრკოლდება და ერთმანეთს პატიებას თხოვენ, მშვიდობას იცავს და გულში ძვირს არ იტოვებს, მაგრამ თუ რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ დაბრკოლდებიან, ისვე იხსენებს პირველსაც და არა მარტო მეორის, არამედ პირველის გამოც ბრაზდება. იგი ისეთ კაცს გავს, ვისაც რამე წყლული ჰქონდა, განიკურნა, მაგრამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო ის ადგილი და თუ რამე შეემთხვა, მეხსეულად მთელ სხეულზე უფრო მეტად ასტკივდება. ამასაც ჰქონდა წყლული და სინანულით განიკურნა, როგორც პირველი რისხანებისაგან, მაგრამ ღვიძლიანობა შეებრძოლა. რა კი ძვირი არ ჰქონდა გულში და ჯერჯერობით სრულად განკურნებული არ იყო, არამედ ღვიძლიანობის ნაშთი მცირეოდენ დარჩენოდა, ამიტომ სწრაფად განუახლდა მთელი წყლული. ასეც მოღვაწეობა მართებს წყლულის ბოლომდე განსაკურნებლად, რათა ის ადგილი შეუხორცდეს და საერთოდ არც შეიმჩნეოდეს წყლული თუ იყო იმ ადგილას. ამას გამნაწყენებლისთვის ლოცვით მიაღწევს. უნდა თქვას, ღმერთო, შეეწიე ჩემს ძმასაც და მეც, დამიცავი მისი ლოცვით. ეს არის ლმობიერება და სიყვარული მისი მხრიდან, რადგან თავის ძმაზე ლოცულობს და მისი ლოცვით თავმდაბლად ითხოვს ღვთისგან შეწევნას. სადაც ლმობიერებაა, სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ უძლურია გულის წყრომა, ღვიძლიანობა, სხვა რამე ვნება, როგორც მამა ზოსიმემ თქვა. თუნდაც ეშმაკმა მთელი თავისი უკეთურების მანქანება ამოქმედოს, ყველა ეშმაკთან ერთად, ყოველივე დაუძლურდება და შეიმუსრება ქრისტეს მცნების თანახმად
გაწეული თავმდაბლობით. ასევე დაწერილია, ვინც თავის მტრებზე ლოცულობს, ის ძვირს არ იმახსოვრებს. აკეთეთ და კარგად გააცნობიერეთ, რა სიკეთეც გესმით. თუ საქმით არ გააკეთებთ, სიტყვით ვერაფერ სიკეთეს ვერ ისწავლით. განაარსებობს ისეთი კაცი, ვინც რამე ხელობას სწავლობს და მხოლოდ სიტყვით დაუფლებია მას. ჯერ ირჯება, წვალობს, ღმერთიც შეეწევა და სწავლობს. ხელოვნებათა ხელოვნების სწავლას კი სიტყვით ვლამობთ. როგორ მოხდება ეს? გავფრთხილდეთ, ძმებო, გულმოდგინეთ ვაკეთოთ სიკეთე, სანამ დრო გვაქვს. ღმერთმა მოგმატლოს, დავიცვათ რა სიკეთეც გვესმის, რათა განკითხვის დღეს სასჯელად არ გვექცეს. ამინ.